მაშინ როდესაც სექსი იყენებს საშუალებას რომ ემოციები განიცადოს. აი ხშირად არის ხოლმე რა ჩემს სამეგობროში და სანაცნობაშიც რომ ვიძახით ხოლმე რომ სექსი არის საუკეთესო გზა საკუთარი თავის გაცნობის, ან სექსი არის გზა საკუთარი ემოციების გაცნობის, აქ და ახლა ყოფნის პროცესია, აწყოთით კბობის პროცესია. ხო და ხო თავს ვიტყუებთ ამითი რა. ეს ხო უბრალოდ არის გაправება იმისი, რომ არა მე არაცნობიერი და ინსტინქტური და ცხოველური სექსი კი არ მაქვს. არამედ აი აქ და ახლას პრაქტიკაში მეხმარება რა. ამ მომენტით კბობაში მეხმარება, საკუთარი თავის გაცნობაში მეხმარება. და ატყუებს საკუთარ თავს და მაგითი ძალადობს საკუთარ თავზე ზუსტად. იმიტომ რომ არ შეიძლება შენ სექსი გჭირდებოდეს იმისთვის, რომ შენი ემოციური მდგომარეობა გაუმჯობესო და მით უმეტეს აქ და ახლა ყოფნა შეძლო. შენ მომხმარებელი ხარ ესე იგი სექსის და პარტნიორის რა. შენ თუ სექსს და პარტნიორს იყენებ იმისთვის, რომ შენ რაღაც სარგებელი მიიღო, თუნდაც ის რომ საკუთარი თავი გაიცნო, თუნდაც ის რომ აქ და ახლა იყო და ამ წამითი და ამ წუთით მიიღო სიამოვნება. ესე იგი მომხმარებელი ხარ რა და ყველანაირი მოხმარება არის ძალადობრივი. საკუთარი თავის მიმართ, თვითონ სექსის მიმართ და პარტნიორის მიმართ პირველ რიგში ასევე არ არის ჯანსაღი და კონსტრუქციული დამოკიდებულება ურთიერთობებში, როდესაც პარტნიორს იყენებ, იმიტომ რომ შენ ან არაფხიზელი ხარ, ან აღზნებული ხარ, ან რაღაც პრაქტიკას მისდევ და ამის გამო გინდა სექსუალური ურთიერთობა.